მოგესალმებით, ჩემო კარგებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, გადაგიხდით მადლობას იმისთვის, რომ ხართ უკუ კავშირზე და გეტყვით, რომ ეს ბალანსისთვის ნამდვილად საჭიროა. მადლობა და მადლიერება კიდევ ერთხელ თქვენ და მომაწოდეთ ვერსიები, რაზე გსურთ გავაკეთოთ შემდეგი გაშლები. და მე დღეს თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას. ცხოვრების რა ეტაპს გადიხართ ახლა, რა წავა და რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში. მაშასე, გაშლა გავაკეთოთ ორ ვარიანტზე. იყოს პირველი ვარიანტი, აი ეს ანგელოზი და მეორე ვარიანტი იყოს შეყვარებულები, წყვილი. მეორე ვარიანტი გადავდოთ გვერდზე, რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, ესე იგი ისაა თქვენი ვარიანტი და ნახოთ ცხოვრების რა ეტაპს გადიხართ. პირველებო, მოგესალმებით და ნახოთ ცხოვრების რა ეტაპს გადიხართ ახლა. მეგობრებო, აქ მიყურებთ ნამდვილი იმპერატრიცები, ნამდვილად შეუდარებელი ქალბატონები, რომელთაც აქვთ ძალიან კარგი სტაბილური მდგომარეობა, ძალიან კარგი ფინანსური მდგომარეობა, ხართ საუკეთესოები, ძლიერები, გამოირჩევით როგორც ფიზიკური, გარეგნული სილამაზით, ასევე ძალიან მდიდარი შინაგანი სამყაროთი, ძალიან ბევრი რამე გაქვთ გამოვლილი და ძალიან ძლიერი ქალბატონები ხართ. თუმცა ახლა გაქვთ ის ეტაპი, როდესაც უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება ეხება მამაკაცს, რომლის მიმართაც არ ხართ თქვენ ახლა გულგრილი. რა ურთიერთობა გაქვთ ახლა? შეიძლება მიყურებთ ქალბატონები, რომლებიც ხართ დაოჯახებულები და სტაბილური ურთიერთობაში ხართ ახლა, სტაბილურ ურთიერთობაში ხართ, დაკანონებულ ურთიერთობაში ხართ, თუმცა შეიძლება თქვენ ცხოვრებაში არის სხვა მამაკაცი და ვერ იღებდეთ გადაწყვეტილებას, როგორ მოიქცეთ და სწორედ შეიძლება ახლა ხართ იმ მომენტში, როდესაც უნდა იმოქმედოთ გონებით და უნდა მიიღოთ თქვენთვის სწორი გადაწყვეტილება. შეიძლება ხართ ქალბატონი, რომელიც ამ ურთიერთობისგან, ან იმ ურთიერთობისგან, სადაც ხართ, ვერ იღებთ იმას, რაც გეკუთვნით, ან ვერ იღებთ იმას, რაც გინდათ და ამიტომ პაუზდება თქვენი ურთიერთობა. და შეიძლება მხოლოდ ინტერნეტ კავშირი გქონდეთ თქვენ საყვარელ მამაკაცთან ახლა. რა ურთიერთობაში ხართ? როგორია ეს ურთიერთობა? დიახ, მეგობრებო, გითხარით, რომ თქვენ სწორედ ის პერიოდი გაქვთ ახლა თქვენ, როდესაც არჩევანი უნდა გააკეთოთ ან ოჯახსა და იმ მამაკაც შორის, რომელიც ვახსენე მე და სწორედ აი რთული გადაწყვეტილების წინაშე დგახართ დაასრულოთ ერთ-ერთგან ურთიერთობა თუ განაგრძოთ. ახლა არჩევანის წინაშე ხართ. მაშინ ნახოთ რა წავა თქვენი ცხოვრებიდან.
მეგობრებო, თუ თქვენს ურთიერთობაში თქვენ შენიშნეთ ღალატი ან ტყუილი, აუცილებლად გაირკვევა ეს ყველაფერი და აუცილებლად თქვენ გამოხვალთ აი ამ სიტუაციიდან, აი ამ გაურკვეველი სიტუაციიდან. თქვენი ურთიერთობიდან მიდის სწორედაც აი ეს გაურკვევლობა და ის ბუნდოვნება, რომელიც არის ახლა თქვენს ცხოვრებაში. წავა სიშორე, რომელიც ახლა აი ამ სიტუაციის გამო არის თქვენს შორის, თქვენსა და აი მამაკაც შორის, რომლის გამოც ღელავთ. წავა ის დაძაბულობა და გაურკვევლობა. რა მოვა თქვენს ცხოვრებაში? რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში? მეგობრებო, აი ორი სიტუაცია, რომელიც მე ვახსენე, ერთ-ერთიდან, სადაც თქვენ გრძნობების უკმარისობა გაქვთ, საიდანაც ვერ იღებთ იმას, რაც გსურთ, სწორედ იქიდან მოგიწევთ თქვენ წასვლა და კარგი, ახლა თქვენ შეიძლება ვერ ხვდებით რა უნდა იყოს აი იმ მდგომარეობიდან გასვლა, რატომ უნდა იყოს კარგი, მაგრამ თქვენ გეძლევათ შანსი, რომ გახვიდეთ იმ ურთიერთობიდან, რომელიც უკვე აღარაფერს აღარ გაძლევთ კარგს და წახვიდეთ თქვენი გზით, რომელი გზაც მიგიყვანთ აი იმ ნათელ წერტილამდე, რომელსაც თქვენ ძალიან ბევრჯერ გიოცნებიათ და თქვენ გაქვთ ამის პოტენციალი. თქვენს ცხოვრებაში პასუხისმგებლობას თქვენს ცხოვრებაზე იღებთ თქვენ და თქვენ მიხვდებით აი იმ გზის გავლის შემდეგ, რომელიც არც თუ ისე მარტივია, თქვენ მიხვდებით, რომ ბედის სადავეებს იღებთ თქვენ ხელში და ეს თან ძალიან კარგად გამოგდით. თქვენ შეძლებთ შეიცრულოთ ყველა ის ოცნება თუ მიზანი, რომელიც დასახული გქონდათ. თქვენ ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავთ, მეგობრებო, აი იმ ფიქრში და იმ ნეგატივზე, რომელიც ახლა არის თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ სამყარო გაცილებთ აი იმ ნეგატივს, მიყეხართ ახალი გზით და თქვენ გეძლებათ შანსი აიხდინოთ ის, რაც თქვენ ძალიან გსურთ. მადლობა პირველებო, მე თქვენ გელით კომენტარებში რამდენად რეზონირდა და დაგემშვიდობებით პირველებო და მოგესალმებით მეორეებო, ვინც ჩავიფიქრეთ აი ეს ულამაზესი სანთელი შეყვარებულები. ცხოვრების რა ეტაპს გადიხართ მეორეებო თქვენ ახლა? რა ეტაპს გადიხართ? მეგობრებო, ახლა თქვენ პაუზა გაქვთ აღებული, ან საკმაოდ დაიღალეთ რაღაცისგან, ან ვიღაცისგან. შეიძლება ეს იყოს ურთიერთობა, რომელშიც იყავით მიჯაჭვული და დამოკიდებული პიროვნებაზე. შეიძლება სულაც საქმეზე და ძალიან გადაიღალეთ, ამიტომ აღებული გაქვთ თქვენ პაუზა და ახლა ხართ რელაქსის მდგომარეობაში. ახლა ხართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც უკვე მიხვდით, რომ უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე, საკუთარ კეთილდღეობაზე, საკუთარ კომფორტზე და სწორედ იმ მდგომარეობაში ხართ, როდესაც
დაიწყეთ საკუთარი თავისთვის ზრუნვა. და მინდა გითხრათ, რომ ეს საკმაოდ კარგადაც გამოგდით. შეიძლება ახლა ხართ თავის მოვლის პროცედურებით დაკავებული, თქვენს იმიჯზე ზრუნავთ და აი ამ ყველაფრით თქვენ იღებთ დიდ რელაქსს. რა წავა თქვენი ცხოვრებიდან? მეგობრებო, მე გითხარით, რომ თქვენ პაუზაზე ხართ და იმ მდგომარეობაში ხართ, როდესაც თქვენ თავთან ხართ უკვე კომფორტში და ეს ის მდგომარეობაა, როდესაც არავინ აღარ გჭირდებათ და მე გულისხმობ მამაკაცს, იმისთვის რომ იყოთ კარგად, თქვენ მამაკაცი აღარ გჭირდებათ. თქვენ ისედაც კარგად ხართ უკვე. თქვენ იმდენი რამ გაქვთ უკვე გამოვლილი, იმდენი სტრესი, იმდენი ტანჯვა, ასე ვთქვათ, უხეშად და ძალიან დიდი მუშაობის შედეგად თქვენ უკვე მიაღწიეთ იმ მდგომარეობას, როდესაც საკუთარი თავით ხართ ბედნიერი, საკუთარი კომფორტით, რაც თქვენ შეუქმნით თავს. და აი ეს პერიოდი, თქვენი სიმარტოვის პერიოდი მიდის ახლა უკვე თქვენი ცხოვრებიდან. აბა ნახოთ, რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში? რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში? მეგობრებო, თუ თქვენ გტანჯავდათ იმაზე ფიქრი და ემოციები, რომ აი კიდევ რა გავაკეთო იმისთვის, რომ მე მივიღო სამყაროსგან უფრო მეტი, ვიდრე გაქვთ, თუ მაინც ღელავდით იმაზე, სამომავლო გეგმებზე, თქვენთან მოდის ადამიანი, ან ადამიანები, რომლებიც გთავაზობენ ახალ სამსახურს, ან გთავაზობენ ახალ საქმეს, სადაც თქვენ იპოვით თქვენს ახალ, ძალიან კომფორტულ და მომგებიან გზას. თქვენ გეძლევათ სამყაროსგან ძალიან კარგი შანსი მიიღოთ ის, რაც თქვენ გსურდათ. თუ თქვენ ამჟამად რაღაც ვალდებულებები გაქვთ და იმაზე ღელავთ, თუნდაც ეს ბანკი იყოს, ან ვინმეს ვალი გქონდათ, ან რაღაც შეუსრულებელი მისია, რომელზეც ღელავდით, ეს ყველაფერი ნულდება. რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში? ახალი შესაძლებლობები იხსნება. თქვენ მე გითხარით თქვენ, რომ იყავით ისეთ სიტუაციაში, სადაც მხოლოდ თქვენ თავთან იყავით კომფორტში და აქ აღარ გჭირდებოდათ მამაკაცი იმისთვის, რომ თქვენ ბედნიერი ყოფილიყავით, მაგრამ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ახალი შანსი კიდევ ერთხელ ეზიაროთ სიყვარულს, ახალ გრძნობას და ეს შემოვა ძალიან მსუბუქად თქვენს ცხოვრებაში. და თქვენ უკვე ამისთვის გექნებათ მზაობა, რომ თქვენ მიიღოთ ის ახალი ემოციები, რაც უკვე ნამდვილად დრო მოვიდა და უკვე გესაჭიროებათ. რა შემოდის კიდე თქვენს ცხოვრებაში? ახალი შესაძლებლობები შემოდის,
ახალი საქმე, რომელიც შეიძლება შემოგთავაზონ მეგობრებო და შეიძლება აი სწორედ იმ ახალ სამსახურში თქვენ გაიცნოთ მამაკაცი, რომელიც იქნება დასაწყისი თქვენი ახალი ემოციური თავგადასავლების. მაგრამ მეგობრებო, ეს მამაკაცი შეიძლება იყოს ძველი ნაცნობი, ან იყოს ბავშვობის მეგობარი, რომელიც უკვე მივიწყებას იყო მიცემული, ან ძალიან შორეულ წარსულში კარგი ნაცნობი, რომელთანაც თქვენ განაახლებთ ემოციურ კავშირს. მე მეორეებო, თქვენს დიდ წარმატებას გისურვებთ და ველი თქვენს კომენტარებს. დროებით მომავალ გაშლამდე. მადლობა, რომ იყავით ჩემთან.